საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში დღეს დასრულდა. ჩემპიონატი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის 30 მოციგურავე ერთმანეთს 4 კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. ჩემპიონატს ორგანიზებად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია და ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრები უწევდა. ჩემპიონატის დასასრულს საჩვენებელი გალა კონცერტიც გაიმართა. ჩემპიონატი ბათუმში ტრადიციულად 4 წელია ტარდება. დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. 2 დღე მიმდინარეობდა. დღეს ჰქონდა დაჯილდოების ცერემონია და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი. ვფიქრობ, ღონისძიებამ ძალიან ლამაზად ჩაიარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ბათუმში. ეს ხელს შეუწყობს ბათუმელი ახალგაზრდებში პოპულარიზაციას ამ სპორტის სახეობისა. წარმატებული იყო ბათუმის გუნდისთვის საქართველოს ჩემპიონატი.